24 მაისს წავედით რამოდენიმე ადამიანი. მე მოხდა ისე რომ ერთმანეთს მეგობრები ურეკავდნენ რომ აბა თქვენ სადა ხართ რა შვებით იქით-აქეთ გაიგეს რომ ჩვენ ყინწვიშის სამონასტრო კომპლექსში მივდიოდით და საბოლოო ჯამში ისე მოხდა რომ 23 ადამიანი აღმოჩნდით ყინწვისის სამონასტრო კომპლექსთან. თავი შეაფარეთ? თავი შევაფარეთ, ჩვეულებრივად თავს ვაფარებდით. მეუფე იობის ნახვა გვინდოდა და უნდა გვენახა რომ რამენაირად მონასტერში თავს ბევრად დაცულად გრძნობდით იქ 24 მაისს წავედით და 26 მაისი იყო გამთენია მაგას წინაპირობებიც ჰქონდა 26 მაისის გამთენია იყო რომ ჩაატარეს სპეცოპერაცია რამოდენიმე სხვადასხვა სპეცრაზმი ღებულობდა მონაწილეობას ამ სპეცოპერაციაში და ასე ვთქვათ ალყა ჰქონდა დარტყმული მოვარდნენ მიკროავტობუსები ზოგი ტყიდან ჩამორბოდა იქ ისეთი ადგილი არის რომ რაღაც ჩაღრმავება იყო და ერთი გზა ამოდიოდა და ერთი გზა ჩადიოდა. ის ერთი გზა იყო გადაკეტილი მიკროავტობუსებით სპეცრაზმის და აბსოლუტურად ყველა მხრიდან ეს ავტომატიანი ხალხმა დაგვარტყა წრე. მონასტერს შემოარტყა. მონასტრის ზუსტად მონასტრის პირდაპირ. ვინ ყოფებოდა ამ დროს მონასტერში? მამაოები. და სხვათა შორის არ იყო ადგილზე. მეუფე ადგილზე არ იმყოფებოდა. და საბედნიეროდ ეს მე გავარკვიეთ ჩვენ უკვე რომ გადაწყვეტილი იყო იქაც იგრძნობოდა ეს და გეტყვით მაგას რომ გადაწყვეტილი ჰქონდათ ჩვენი ჩაცხრილვა ტერიტორიაზე მაგრამ ისე იყო სიტუაცია რომ სანამ უკვე დაშლას ვაპირებდით თბილისისკენ წამოსვლას ვაპირებდით მაგ დროისთვის იმიტომ რომ აქ უკვე დაშლილი იყო მიტინგი აი სასტიკი დაშლა რომ მოხდა და ხალხის პლა და მამაოები იყვნენ ჩვენთან გამოსულები გარეთ და გვემშვიდობებოდნენ და აი ბევრი მამაო იმყოფებოდა ზუსტად იმ მომენტში და ეთყობა გასროლა იმ მომენტში ვერ შეძლეს ან არ ისროლეს უბრალოდ რა ყველანი დაყარეს იატაკზე მიწაზე და მაშინ ჯერ კიდე არ ვიცოდი მეგის კარდავა როგორ გამოიყურებოდა ანუ ვინ იყო საერთოდ მეგის კარდავა არ ვიცოდი მაშინ და მეგის კარდავა მოვიდა გოგუაძე რომელიაო კითხულობდა რა მე უთხარი მე ვარ მეთქი და მოვიდა თუ არა ნუ ეგრევე კონდახი ჩამარტყა თავში გავითიშე მე ამწია და შემაგდო მიკროავტობუსში შემაგდო სადაც გამომიცხადა პირდაპირ სიტყვით მითხრა რომ გადაწყვეტილი ქონდა რომ უნდა ჩემთვის ესროლა იქ მეგისი კარდავამ გითხრათ ეს? კი ბატონო მეგის კარდავა როგორ გითხრათ რომ გადაწყვეტილი ანუ ეხლა გესურიო მე გამომიწ პირდაპირ მითხრა რომ ეხლა ვაპირებო შენ იმასო მოკლასო აქო რა რა სიტყვები თქვა რომ გაიხსენოთ ზუსტად აი აი ამ მარშრუტკაში დაგტოვებო აი კონკრეტულად აი ამ სიტყვით მომართა მაგრამ მე აიღო ტელეფონი ანუ ავტომატი მოშვერილი მაქვს მე უკვე სულ ბოლო რიგში ვზივარ იქ მიკროავტობუსი მეგის კარდავა თვითონ გიშვერთ ამ ავტომატს და გეუბნებათ ამ მარშრუტკაში დაგტოვეთ ხელში ტელეფონი უჭირავს და მეორეზე ასე მუხზე უდევს ავტომატი დიახ ხო და აიღებს ტელეფონს და სადღაც რეკავს რომ აი აქ წინ მიზისო რა და დავამთავრო ანუ ეს მესმის ეს საუბარი მე ყურმელს უთიშავს ის და ხელბორკილით უკანა იმაში სკამზე ვზივარ ხელბორკილი რა შკუტები რო არის ხამუტებით მაგ შეკრული კი ბატონო უკვე დაპატიმრებული ვარ მაგ მომენტში ხო და რო დაურეკა ეთყობა იმან უთხრა რომ დაიცა გადმოგირეკავო თუ რაღაცა და აი ეხლა წდებაო შენი ბედიო მე მეუბნება
ну გარკვეული რამოდენიმე წუთი ველოდებოდით ზარს რას დარეკავდნენ იქიდან რა და რო დარეკეს სახე შეეცვალა ძალიან რა ანუ გამწარდა რაღაცაზე და გადარჩიო და ну შემაკურთხა შემაგინა მაგარი ეთყობა იქიდან უთხრეს რომ არ გაისროლოთო რა ხო და ну ჩავიდა დაბლა და მერე ნელ-ნელა ეს ყველა ბიჭები გადაგვანაწილეს სხვადასხვა მიკროავტობუსებში და დიდი გაურკვევლობა იყო, იმიტომ რომ იქ უკვე ჩანდა რომ ჩვენი დაკავება როგორც ესეთი მაგათ ინტერესში საერთოდ არ შედიოდა, იმიტომ რომ არ იცოდნენ რა ექნათ ჩვენთვის. ანუ იქ ადგილზე ყველა სადღაც რეკავდა და იღებდა რა ვქნათ, აქ ყავს, რა ვქნათ, ანუ ეს გვესმოდა ჩვენ, რომ გაურკვევლობაში იყვნენ თვითონაც რა უნდა ექნათ ჩვენთვის არ იცოდნენ